ესე იგი რა მინდა ვთქვა რა? აი მთავრობა რო ამბობს, ამას ვამოწმებთ, ხალხზე ვფიქრობთ, აქეთ-იქით, ხო? აი ნახეთ რა. კორიდა საქონლის ხორცით. და რა მინდა გითხრათ რა? ვერც უჩივლებ, ვერც ვერაფერს ვერ ეტყვი რა. იმიტომ რომ საქონლის ხორცი არის შიგნით 10%. ან არ არის, ეს კიდე ხო ვაფშე სასწაულია რომ შეამოწმო, რა იქნება კაცმა არ იცის, ხო? საქონლის ხორცი ღირს 30 ლარი მინიმუმ რბილი. და ეს 9 კილო ღირს 4 ლარი 9. მაგრამ კაცი ახლა რომ მივიდა, ცოტა უჭირ შეჭირებულია, შეხედა აი ამას აი. გადაიღეთ. ხო? და აი რაც თავარია, აი ეს ადგილი რა. გადაიღეთ აი ეს ადგილი. და აი ამას რომ მიყვებით, წაიკითხავთ რომ 48% თუ 50% არის ქათმის რაღაცა ეს რა ქვია თუ განცალკევებული ხორცი. ხლა რა ხორცია ეს ქათმის განცალკევებული? კაცმა არ იცის, ხო? მაგრამ ამაზე რომ დაეწერათ რომ ქათმის ხორცითო სოსისი, შეიძლება არ ეყიდა კაც უკვე, ხო? და ესე იგი რა გამოდის რა რომ ხო ვერ უჩივლებ, ვერაფერს ვერ ეტყვი. Ну, ამ მიმართულებით ვერ უჩივლებ და ვერაფერს ვერ ეტყვი, იმიტომ რომ გეტყვის რომ მე ხო არ მიწერეო რომ საქონლის ხორცის არისო. საქონლის ხორცითო. და წაიკითხავ შიგნით და გამოვარო ეს რაღაცა არის ქათმის. ან განცალკევებულია ჯერ. ან საერთოდ ქათმის ფარშია. ან კიდე ამის ექსპერტიზა რო ჩაატარო, კაცმა ხო არ იცის რა იქნება, ხო? და მე გვიყვირს კაცო, რატო ამდენი სამომტყოფო? რატო ამდენი ისა რა ქვია, აფთიაქი? რატოა თავი დავანებოთ ევროპას კაცო? პოსტსაბჭოთა სივრცეში სად გინახიათ ამდენი სამომტყოფო და ამდენი აფთიაქი კაცო? ყველა იმაზე. რატო? იმიტომ რომ ახლა 4 ლარ 9 9 კილო ხორცს რო გაჭმევს. რო გეუბნება რომ ხორცს გაჭმევს და ამ დროს ეს ხორცი რო არ არის, ხო, რეალობაში, ხო? 4 ლარ 9 რო ყიდულობ და ამას, ესე იგი, დღეგეს იხდის, რაღაცა შეფუთვა აქვს, მაღაზია ხო ამ 20%-ს იგებს აქედან კიდე, ხო, წარმოიდგინეთ რა ხალხო რა. კიდე მაღაზია 20%-ს იგებს, რა ვიცი, მომტანი და ესე იგი, რა გამოვა, ხო? მოდი ავიღოთ, ხო? არც ერთი გაყინული მითხარით, გაყინული ქათამი რა ღირს ერთი რა. გაყინული ქათმის ხორცი რა ღირს. სადღაც 10 ლარზე ნაკლებ ნახავთ გაყინული ქათმის ხორცს. ამიტომ რომ სახელმწიფო აი ეს რო აქვს უნებლობა თუ ისა იქ ჰასპებს რო დაძდებს და კაცი ბიზნეს რო ვერ წამოიწყებს რო უნდადეს იმას კი არ უნდა უყურებდეს რა. უნდა უყურებდეს იმას რომ აი ესეთი რაღაცები უნდა მოწდებოდეს რა. ესეთი რაღაცები უნდა მოწდებოდეს, იმიტომ ალოგიკურია, არ შეიძლება კიდე ერთხელ ვამბობ, ხორცი რო ღირს 30 ლარი, ღირდეს ესა სოსისი 4 ლარი 9 500 გრამი, კილო 9 ლარი. მაღაზიაში ვამბობ, კიდე ერთხელ ვამბობ, დამატებული აქვს DGG, დამატებული აქვს ეს, დამატებული აქვს ის, დამატებული ესა. და თან აი აქაც ნახეთ, აქეთ ამ მხრიდანაც რა კარგად დაუწერიათ, რომ მოტყუდეს კაცი საქონლის ხორცით. და ნუ არ შეიძლება რა მის გაკეთება რა. რა ვიცი, მოუწოდებ რა, ვისაც ეკუთვნის ხელისუფლებაა თუ ვინცაა, რომ ესეთი რამეები შეამოწმეთ რა. ამაზე არის დამოკიდებული ის ადამიანები ყიდულობენ და ჯერ ხო შეცდომაში შედიან. და მოთხოვეთ რა რომ აი ესეთი იმისი ასოების თამაში და იმითი რაღაცებით არ იყოს ადამიანები შეყვანილი იმაში რა ქვია შეცდომაში და საერთოდ ეს პროდუქციები მე ვფიქრობ უნდა მოწმდებოდეს რა ყოველთვე უნდა მოწმდებოდეს და ის კი არა რომ ის რომ საიდანღაც სერტიფიკატს მოიტანს უნდა იყოს სახელმწიფო შემოწმება რა ყველა ამ პროდუქციაზე რა იმიტომ რომ საკვებიდან გამომდინარეობს ძალიან ბევრი რამე რა კიდე ერთხელ თავში ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ რომ იმიტომ რომ ესეთ საშინელ მდგომარეობაში ვართ რა აი ეს იყო რაც დღეს მე მინდოდა თქვენთვის მეთქვა